იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმა, რომელსაც ადვოკატების ნაწილი მათი დამორჩილების მცდელობად აფასებენ, დღეს საქართველოს პარლამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში იყო განხილვის საგანი. კანონპროექტის ავტორი, ქართული ოცნების დეპუტატი, ადვოკატებს, რომლებიც ასოციაციიდან მივიდნენ სპეციალურად იმისთვის, რომ ჩაერთონ ამ დისკუსიაში, უმტკიცებდა, რომ ადვოკატებზე ზეგავლენას ვერავინ მოახდენს და მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი დაანიშნავს სწორედ დირექტორს, რომელიც უხელმძღვანელებს საზოგადოებრივ ადვოკატებს, ის ვერ ჩაერევა მათ საქმიანობაში. დღევანდელ საკომიტეტო განხილვაზე ბევრი კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხების ნაწილი არის პრობლემური და მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან შეიძლება ითქვას, გაცემული იქნა დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ კვოტა, რომელიც გენერალურ პროკურორს უნდა შეევსო აღნიშნული ორგანიზაციის საბჭოში, სავარაუდოდ გადაიხედება, შეიცვლება და არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის საბჭო მთლიანად გადავიდეს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებას, შესაბამისად 7-ვე წევრი, რომელიც იქნება აღნიშნულ საბჭოში, სწორედ იუსტიციის მინისტრის მიერ შეიძლება იქნეს დაკომპლექტებული. კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც შესაძლებელია ზოგადად საქმის წარმოებასთან იყოს დაკავშირებული, ყველა ამ პირის ჩართულობით იქნებოდეს ბორდი, კი ბატონო, არ არის პრობლემა, გენერალური პროკურორისთან დაკავშირებული სულება აღარ იქნება კანონში ასახული და ამავდროულად საბჭოს უფლებამოსილების სრულად გადაეცემა იუსტიციის მინისტრს და იუსტიციის მინისტრი იქნება პასუხისმგებელი, რომ სახელმწიფომ განსაზღვროს, სახელმწიფომ სრულად ეფექტიანად მიეწოდოს ყველა პირს დაცვის უფლების სარგებლობის შესაძლებლობა. ეს იყო პირველი მოსმენით კომიტეტზე აღნიშნული პროექტი განხილული. ჩვენ ადვოკატთა ასოციაცია რა თქმა უნდა დაინტერესებული ვართ, რომ ვიყოთ ამ პროცესში ჩართული. ჩვენი მიმართვა იქნა მიღებული და ჩავერთეთ ამ მოსმენაში. მე დღეს როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გავუზიარე კომიტეტის წევრებს ის გამოწვევები, რაზეც ასოციაციაში გვაქვს ხედვა, თავარი და უმნიშვნელოვანესი იყო და დარჩება, რაზეც ცალსახად მოვისმენეთ პოზიცია, რომ მსგავსი რისკი გამორიცხულია, ეს არის ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობა არანაირი რისკის ქვეშ არ დგას და არც რაიმე ცვლილება ამას არ განაპირობებს, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი, ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ დარჩეს ერთი წარმომადგენელი მაინც საბჭოში, რომ ყოველდღიურად იქნეს მიტან პრობლემის თავებას და იყოს მსჯელობა, რაც არსებობს და შესაძლოა არსებობდეს იურიდიული დახმარების სამსახურში. არგუმენტი იყო ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი ხარჯების რაციონალურ ხარჯვაზე იყოს კონტროლი. მე ჩემთვის არ არის ცნობილი და არც ფაქტი არ დაუსახელებია აღნიშნული კანონპროექტის ავტორს, რომ რაიმე მსგავს ჰქონდა ადგილი, ამიტომ გულწრფელად ვამბობ, რომ მე პირადად ვერ დავწმუნდი ცვლილებების აუცილებლობაში. საბჭოში ადვოკატების რაოდენობა მცირდება, რომ დღეს 9 საბჭოს წევრიდან 3 არის ადვოკატი, მხოლოდ ერთი რჩება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. ამით დაბალანსდეთ ის, რომ მაშინ დირექტორი შესაძლოა იყოს ადვოკატი და არა მხოლოდ იურისტი, რაც ერთგვარად უფრო მეტად იქნება მისთვის ახლოს ის საკითხი, რომელიც არის უშუალოდ საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით კომიტეტზე მოისმინეს, ასე ვთქვათ, როგორც ამ პროექტის ავტორებმა, ასევე ყველა შეკრებილმა პიროვნებამ და იმედს ვიტყუებ, რომ აღნიშნული საკითხები იქნება გაზიარებული. რატომ გახდა საჭირო იურიდიული დახმარების სამსახურის აღმასრულებელი ხელისუფლების ქოლგის ქვეშ მოქცევა? ეს კითხვა დღეს რამდენჯერმე დაისვა და ქართული ოცნების დეპუტატები ამ კითხვაზე პასუხად ამბობენ იმას, რომ მნიშვნელოვანია ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა. ამ კომიტეტის მოსმენის პარალელურად შეკრებილები იყვნენ საზოგადოებრივი ადვოკატები და მსჯელობდნენ იმასთან დაკავშირებით, სწორედ როგორ იქნება მათი საერთო პოზიცია. არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოებრივი ადვოკატები შეხვდნენ ასოციაციის წევრ ადვოკატებს და საერთო განცხადებით და წერილით მიმართონ საქართველოს პარლამენტს. მეორე და მესამე მოსმენა აღნიშნული კანონპროექტის ჯერ კიდევ წინ არის და ადვოკატები იმედოვნებენ, რომ მაქსიმალურად იქნება მათი პოზიციები გაზიარებული და ეს პოზიცია კი არის ის, რომ ყველა ადვოკატის დამოუკიდებლობა უნდა იყოს ხელშეუხებელი. კითხვის ნიშნები და ნებათაღელვა გამოწვეული იყო ადვოკატების მხრიდან იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ცვლილებები შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ადვოკატთა დამოუკიდებლობას და პროფესიაში ჩაურევლობას. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ჩვენ ყურადღებით მოვისმინეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართული სხდომა, ვადევნეთ მას თვალყური, როგორც საბჭოს წევრებმა, ასევე სამსახურის დირექტორმა და ყველა ის საკითხი, რაც ანერვიულებდა გარკვეულ ადვოკატთა ჯგუფს,
პრაქტიკულად პასუხგაცემულია. დღეს არსებული საბჭოს ფუნქცია შესაძლებელია შეასრულოსო ნებისმიერმა სამინისტრომ და მოიაზრებოდა იუსტიციის სამინისტრო. ჩვენ იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭო ადვოკატთა ასოციაციასთან კონსულტაციის შედეგად შესაძლებელია კონკრეტული წერილობითი მოსაზრებებით მივმართოთ პარლამენტს ამ საკითხთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული დახმარების სამსახური ბიუჯეტიდან ფინანსდება და სწორედ უსასყიდლოდ უწევს იურიდიულ დახმარებას ყველა იმ ადამიანს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ეს სჭირდება, აღნიშნული ორგანიზაცია ყოველთვის იყო დამოუკიდებელი, სწორედ ამიტომ მათ ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ნდობა ხალხის მხრიდან, დასაცავი პირების მხრიდან, შესაბამისად ახლა ქართული ოცნების მხრიდან გადადგმული ის ნაბიჯი, რომელიც ამ სამსახურს პირდაპირ საქართველოს მთავრობას უქვემდებარებს, ჩვენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა რომ შესუსტეს აღნიშნული ნდობის ხარისხი და ხომ არ ცდილობს ქართული ოცნება რომ დაიქვემდებაროს ის უწყება, ის ადვოკატები, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ მაღალი ნდობით სარგებლობდნენ და დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.